მიუხედავად რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიცია იცავდა მისავე პრემიერს ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს და საპროტესტო პლაკატები დაუტოვეს ივანიშვილის პრემიერს სამსახურთან და ხვალ როდესაც ირაკლი კოლბახიძე და მისი კოლეგები მივლენ მთავრობის ადმინისტრაციაში ნახავენ საპროტესტო გზავნილებს დღეს მედიის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ იმისთვის რომ გაეპროტესტებინათ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავება ჟურნალისტები ამბობენ რომ რეჟიმი ახლა გადავიდა ყველანაირ ზღვარს ჟურნალისტების ცემის შემდეგ უკან აღარ იხევს მათ დაკავებებზე ახლა თავისუფალი მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ რომ ბიძინა ივანიშვილმა ამოქმედა ახალი სადამსჯელო ღონისძიება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ქვეყანაში ჩაახშოს გამოხატვის თავისუფლება სწორედ ამიტომ დაწყებულია რეპრესიები თავისუფალი მედიის წარმომადგენლების მიმართ სწორედ ამას ემსახურება მზია ამაღლობელის დაკავებაც ჟურნალისტები ამბობენ რომ არანაირი უწყება არ რეაგირებს მედიის წარმომადგენლების საქმეებთან დაკავშირებით მაგალითად მაკაჩიხლაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მაგალითად არაფერი დაუდგენია არც გურამ როგავას საქმესთან დაკავშირებით და ასევე საინტერესოა ის დეტალი რომ ამდენი საათის შემდეგ რაც მზია ამაღლობელი დააკავეს კარლო კაციტაძის უწყება სრულ დუმილის რეჟიმზეა გადასული სწორედ ამიტომ ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადებით მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რომ გაკეთონ დროული განცხადება და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად საპროტესტო გზავნილები უკვე მთავრობის კანცელარიასთან არის დატოვებული დროისათვლა უკვე არის დაწყებული მედიის წარმომადგენლები ახლა ელოდებიან რეაგირებას მოახდენს კარლო კაციტაძის სამსახური მაინტერესებს რატომ არ აძლევთ შესაძლებლობას რომ დატოვოს სტიკერი ადამიანებს შეგიძლიათ განვიმარტოთ კანონით რას აზიანებს სტიკერის გაკვრა ძალიან კარგად იცია რომ ეს შენობები ჩვენია ჩვენგან შევსებული ბიუჯეტით იღებენ ხელფას ზევით ვინძის კაბინეტებში და აქაც ვინც დგანან ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება რომ ეს სტიკერებიც გავაკრათ და გადავადგილდეთ იქ სადაც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ ჯერჯერობით თავისუფალ ადამიანად ვგრძნობ თავს და არ მგონია რომ ამას ბევრი ახსნა ჭირდებოდეს რა სტიკერის გამო ადამიანს თუ დაიჭერენ ამ ქვეყანაში მაშინ დაგვიჭირონ ყველა უცხო პირი არის მოსული და რაღაცაზე მეუბნება რომ არ მომცემს პოლიციის ეკიპირება რატომ არ გაწვიოთ ხელს მიშლის გამოხატვაში და ვინ არის ეს კაცი შეგიძლიათ ეს კაცი ვინ არის ხელს რომ მიშლის ამიხსენით იცნობ სახელმწიფო დაცვა ეს სად არის აბა მაჩვენეთ საბა მეც სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი ვარ გეტყვით არა ეს ვინ არის არ ვიცი ვინ არის ეს კაცი წინ მიდგა თქვენ იცით ხელი გაწვით თავისუფლება ამაღლობელს სადმე პატიჟები საბუთს განახებს სადმე გითხარით ვინა ბატონო რა სადმე პატიჟები ვინ ვარ ხოდა მითხარი გვერდზე გავიდე წამო გავიდე და რას იზრა ამაღლობელს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორს ჩვენს კოლეგას ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ თავს არ უნდა გრძნობდეს არავინ არც ის ვისაც გონია რომ უსაფრთხოდ არის იმიტომ რომ აი ესეთი აბსოლუტურად დაუცველი ადამიანების შეგრძნება ეს არ არის მარტო ჩვენი მარტო ჟურნალისტების მარტო მოქალაქეების არა ეს შეეხება აბსოლუტურად ყველას ლები არის უკვე რომ ასეთ დაუსჯელობასთან გვაქვს საქმე ეს არაფერზე მეტყველებს გარდა იმისა რომ ადგილია გარკვეული ჯგუფის მიერ კონკრეტულად ძალაუფლების მიტაცებას და იმას რომ რეალურად ქვეყანაში სამართალი არ სამართლობს თუ არ იქნება ყველგან იქნება პოლიცია და არსად იქნება სამართალი ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას რომ არ იქნება ქვეყანაში მშვიდობა აუცილებელი არის იქ სადაც არის პოლიცია იყოს სამართალი და არ იყოს უსამართლობა როგორც ამას ჩვენ ამ გასული დღეების განმავლობაში ხედავთ მედიის წარმომადგენლების ნაწილი უკვე დაიძრა ბათუმისკენ და ისინი ბათუმში შეუერთდებიან საპროტესტო აქციას დღეს ქუჩაში იყვნენ უფლებადამცველების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რომლებიც პირდაპირ ამბობენ რომ ახლა საქართველოში უსაფრთხო აღარ არის არანაირი პროფესია და რეჟიმი მიზან მიმართულად ებრძვის ყველას მათ შორის ჟურნალისტებსაც ვისი უფლებების ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული ჩვენ ხედავთ რომ ივანიშვილის პოლიცია ნაცვლად იმისა რომ კანონს იცავდეს ნაცვლად იმისა რომ კანონის უზენაესობის პრინციპით მოქმედებდეს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ისურვებას არის დაკავებული რომ ივანიშვილი და მის მცირე უწრიო გუნდს შეუნარჩუნოს ხელისუფლება
ეს არ არის პრაქტიკულად კოლაფსი არის სახელმწიფო ინსტიტუტების, გვაქვს 90-იანები და პოლიცია არანაირად არ ასრულებს არც ერთი პრაქტიკულად სახელმწიფო ინსტიტუტი თავის მოვალეობას. ჩვენ გამოხატავთ ცალსახად და უპირობო სოლიდარობას ალბათ მისიას მიმართ, მოითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტპატიმრებს. დაპატიმრებული მედია და ჟურნალისტები არის დიქტატორის ატრიბუტიკა, რომელსაც აგროვებდნენ და სამიზნე იყო ბათუმელები, ეს ჩვენ ვიცოდით, ეს იცოდა მზიამაც, იცოდა ეთერიმაც, იყო კიდეც ღია მუხარა გახმოვანებული უშუალოდ ბათუმელების რედაქტორის მიმართ, რაც გუშინ ხდებოდა ბათუმში, არის ერთგვარი გაგრძელებას და ამავდროულად მოკლე მინი მოდელი, როგორ მოქმედებს დღეს რეჟიმი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მედიის წინააღმდეგ, როგორ პროვოცირებს მას. გუშინ ხო უყურებდით ჩვენ, რომ აი როგორ მობილიზებული იყო ბათუმის მთელი პოლიცია იმისათვის, რომ ზია ამაღლებელი დაეჭირათ. ისინი თავიდანვე ამისთვის იყვნენ მზად განწყობა ჰქონდათ, რომ უნდა დაეჭირათ იქ ზია ამაღლებელი. და მათ ეს გააკეთეს, იმიტომ რომ ამოცანა ამ შემთხვევაში ხელისუფლების უпростоრად აი დიქტატორული მმართველობის არის ის, რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს თავისუფლების სურვილი, თავისუფლების განწყობა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი, ყველა დააშინოს. ჩვენი აზრით არსებითია, რომ მზია ამაღლებელს არ შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, იმიტომ რომ ის არის ღვაწლმოსილი რედაქტორი, ჟურნალისტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მედია გამოცემების დამფუძნებელია და წლებია შრომობს სიტყვის თავისუფლებისთვის და ჟურნალისტური მუშაობისთვის საქართველოში და ბუნებრივია, რომ აი ესეთ საქმეებში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომელშიც პოლიცია ადამიანებს აგდებს და რომელიც შემდგომში იწვევს აი ამგვარ დაძაბულობებს. მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს, ჟურნალისტები ანონსებენ, რომ იქაც იქნებიან მზია ამაღლობელთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად.